სეზონური ცვლილება ორგანიზმში ყოველთვის იწვევს წნევის ცვალებადობას, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ტემპერატურა მაღლა აიწევს, ამიტომ საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მართვა და იმის ცოდნა თუ რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს. ანა რეხვიაშვილი, წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი-კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი შემოგვერთა ახლა ეთერში და მასთან გავარკვევთ სწორედ ამ დეტალებს. დილამშვიდობის მოგესალმებით. როგორც ისეთ ტემპერატურის ცვალებადობა ამინდი ახდენს ჩვენს ორგანიზმზე გავლენას და მათ შორის როგორც აღვნიშნეთ, ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ხო? კიდევ უფრო დეტალურად რომ გითხრათ აი ამ პერიოდში, რომ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა დაავადებები იჩენენ თავს და რა არის ამ პერიოდში აქტუალური. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ როგორც კი ხდება სეზონის ცვლილებას როგორც წესი თან ზდევს მთელი რიგი კასკადი ცვლილებებისა ჩვენს ორგანიზმშიც. ამას გარდა ტემპერატურის ცვლილება, ეს იქნება ტენიანობის ცვლილება. ამისგან დამოუკიდებლად დღის სინათლის ცვლილებაც კი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ბიოლოგიურ საათზე. შესაბამისად, რეაქცია მოდის მთელი ორგანიზმიდან. ეს იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა თუ სხვა. დღეს მე თქვენის ნებართვით შევჩერდები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. და მოვახსენებ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს, რომ განსაკუთრებულად სიფრთხილე არის საჭირო ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიც გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის ისემიური დაავადება, სხვადასხვა ტიპის არითმია. გასაგები რომ იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს შეიძლება იყოს მოციმციმე არითმია, ექსტრასისტოლური არითმია, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური არითმია, რომელიც სხვადასხვანაირად შეიგრძნობა, მაგრამ რეალურად იჩენს თავს. აღვნიშნოთ ეს გულის აჩქარებები, რომ გული ამომივარ და რაღაცა ცოტა ისე სუსტად მიცემს. ქალბატონო ბაბი, გულის აჩქარება, აი გულის ფრთხიალი ზოგჯერ ესე აღნიშნავენ. ეს უკვე პაროქსიზმისკენ მივდივართ. ამომივარდა ექიმო, ჩამივარდა რაღაცა ვიგრძენი წამებს, რომ ექსტრასისტოლური არითმია. ახლავს ესე იგი ამ ტემპერატურის ცვლილებას. რა საკობრივი ჯგუფი არის უფრო მეტად აი მოწყვეტი ამ პერიოდში და ვინ უფრო მეტად უნდა მიაქციოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი რო აიცილოს მოკლედ თავიდან. ძალიან კარგი შეკითხვაა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ყველა ფენაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ განსაკუთრებულად ხაზი უნდა გაუსვათ 65 წელზე ზევით არსებულ პოპულაციას. რატომ? უპირველეს ყოვლისა, ასაკთან ერთად საკმაოდ ირღვევა თერმორეგულაცია ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, უკვე ტემპერატურის მატებაც იწვევს ერთგვარად ცვლილებებს ორგანიზმში. ეს იქნება წყლის შეკავება, აუცილებლად შეშუპებები, უნდა გვახსოვდეს გულის ისემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ისევ და ისევ ხაზს უსვავ. და აქვე დავზენდი ერთ რამეს. მოსახლეობა უნდა იყოს გაფრთხილებული რისთვის. ნახეთ, როგორც კი დგება ზაფხულის პერიოდი, იმატებს ტემპერატურა. მომენტალურად ხდება ჩვენთან ბიოლოგიური კოდიდებს ადამიანებში ესეთი გაფართოვება კაპილარებისა და ვენულების, რომელსაც მოჰყვება საოფლე ჯირკვების აქტივაციაც. და რა თქმა უნდა, ეს დამცვავი მექანიზმია, რო არ გადავხურდეთ. მაგრამ მეორეს მხრივ, აი ეს კარგვა ელექტროლიტების, როგორც არის კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, სითხის, იწვევს შემდგომში უკვე იგივე აი ამ დაავადებების გამწვავებას და უფრო რთულ მიმდინარეობას და ჰიდრატაციას. თავი ამ გართულებებისგან სწორედ ამ პერიოდში. რაც შეეხება თავდაცვას, უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, აუცილებელია ნორმალური ჰიდრატაცია ორგანიზმში, ნორმალური რაოდენობით წყლის მიღება. მაგრამ აქ არ არსებობს ესეთი, ასე ვთქვათ, რეცეპტი, რომ ყოველთვის რამდენი. საშუალოდ ვიტყოდი 2 ლიტრი წყალი დღეში. მაგრამ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას. წყლის მიღებასთან ერთად თუ მოხდა მარილის მიღებაც, ჩათვალეთ, რომ აბსოლუტურად დრამატულად გავაფუჭებთ მდგომარეობას. რატომ? წყლის შეკავება მოხდება ორგანიზმში. აუცილებელია თავი იქნა საცილებული ცხარე მზისგან. ანუ იგულისხმება 11-დან დაახლოებით 2-3 საათამდე ქუჩაში ყოფნა ცხარე მზის ქვეშ. და უნდა მოხდეს ექიმთან მუდმივი კონტაქტი, თუ კი გამოვლინდა რაღაცა ახალი სიმპტომი, გამოვლინდა, თქვათ, ახალი უჩვეულო შეგრძნება, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ უკვე, უნდა მოხდეს შეთანხმება და გადახედვა მკურნალობისა ექიმთან. აი ამ სიტუაციაში წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს რა სერვისების გაწევა შეუძლია? წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აბსოლუტურად არის მზად, რომ გაუწიოს მომსახურება ყველა პაციენტს კარდიოვასკულარული და არა მარტო
დაავადებებით. ჩვენ გვაქვს სრული გადაფარვა ყველა კარდიოვასკულური სერვისის. იგულისხმება კარდიოლოგის კონსულტაცია, ეს გახლავთ ელექტროკარდიოგრაფია, 24 საათიანი EKG და წნევის მონიტორინგი, ეს გახლავთ ეკოკარდიოგრაფია, ეს გახლავთ იგივე ინვაზიური გამოკვლევა და აქ უნდა დავსძინო ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უნიკალური აპარატურა დღესდღეობით საქართველოში. ეს არის ინვაზიური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია როგორც ასე ვთქვათ, კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური, ნევროლოგიური პროცედურების წარმართვა. ამას გარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც განუყოფელი ნაწილია დღეს უკვე კარდიოლოგიის, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ამწეობა. 200-250 კილოგრამიანი პაციენტის კვლევაც კი არის შესაძლებელი და არ დაგვავიწყდეს. ეს არის ემერჯენსი, ანუ გადაუდებელი და კარდიოლოგიური სტაციონარი, რომელიც 24 საათის განმავლობაში პაციენტებზე ზრუნავს. კი ბატონო, და ისიც რომ გითხრათ, ჰოსპიტალზე უფრო მეტი რო გვიამბოთ, როგორც ვიცით, ახალი მფლობელი ყავდა ევროპის უნივერსიტეტი და რა მნიშვნელოვანი უპირატესობებით გამოირჩევა ზოგადად აი ეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და რა განგასხვავებთ თქვენ სხვებისგან? მადლობა. დღეს წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი და იმყოფება მის ფრთის ქვეშ. რაც შეეხება თვითონ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკას, მას განასხვავებს ის, რომ სამედიცინო სწავლება, კლინიკური პრაქტიკა, სამეცნიერო მუშაობა და უმაღლესი ტექნოლოგიები ყველაფერი არის ერთ სივრცეში მოქცეული. ამას გარდა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როგორც საუნივერსიტეტო კლინიკას, ჩვენ გვაქვს იშვიათი მძიმე პათოლოგიების მართვის ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება. ამას გარდა რეგულარულად, ყოველდღიურად ჩვენს კლინიკაში წარმოებს მძიმე და რთული შემთხვევების განხილვა არა მარტო კლინიკურ, არამედ აკადემიურ სივრცეში, იმისათვის, რომ მოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი პაციენტისათვის და ბოლოს პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ დიაგნოზი, ან არ არის გადაწყვეტილი მკურნალობა. შეუძლიათ მოგვმართონ ეგრეთ წოდებული ექსპერტის აზრის მისაღებად, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მათ მოვექცეთ პაციენტ ცენტრულად და პაციენტზე ორიენტირებულ კომფორტულ გარემოში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ.